ევროპული საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული 8 პირის ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძილაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ისაკ ალიევის, თორნიკე გოშაძის, ზვიად ცეცხლაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის საქმე არსებით განხილვის ეტაპზე გადავიდა. დღეს გამართულ სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. სწორედ დღევანდელ პროცესზე უნდა გარკვეულიყო საქმე არსებით განხილვაზე გადავიდოდა, თუ საერთოდაც სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდებოდა. რამდენიმე საათიანი მსჯელობის შემდეგ მოსამართლე დავით მგელიაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ საქმე არსებით განხილვის ეტაპზე გადადის, რასაც დარბაზში ბრალდებულთა ახლობლების მხრიდან შეძახილები მოჰყვა. ყველაფერი არის დაკვეთი და ამ დაკვეთას ასრულებენ პირნათლად. არანაირი სამართალი ამ შენობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლო არ უნდა იყოს. თბილისის საქალაქო უსამართლო. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ეს არის. დღევანდელ პროცესზე სასამართლოს სიტყვით მიმართა ბრალდებულებმა, როგორც სინდისის პატიმრებმა თქვეს, სასამართლო ყოველგვარ სამართალს მოკლებულია. მათი თქმით, ეს არის მიკერძოებული სასამართლო, რომელიც ერთი კაცის დავალებას ასრულებს. საერთოდ პროკურატურამ უარი თქვა რაიმე გარკვეული წონის მქონე ბრალდების წარმოდგენაზე და ფაქტობრივად ჩვენზე გადმოიტანა ის ფაქტი, რომ ჩვენ უნდა ვამტკიცოთ, რომ ეს არის ან უკანონოდ მოპოვებული, ან არ არის შესაფერის მტკიცებულება და ასე შემდეგ. ფაქტობრივად ეს არ არის თანასწორთა შორის კამათი, ეს არის დაცვის პოზიციაში, მხოლოდ ჩვენ ვიცავთ თავს და ვამტკიცებთ, რომ აი ეს მტკიცებულება შეუფერებელია და ასე შემდეგ. ეს არის ძირითადი პარალელი, რასაც მე ვხედავ პროკურატურაში და ძალიან სამწუხაროა, რომ სასამართლოს შემოქმედები, როდესაც პრეცედენტულ кейსებზე არის საუბარი, მსგავს პრეცედენტებს უშვებენ. იმიტომ რომ ეს არის შემდგომ სხვა სახის, მათ შორის არა მარტო სისხლის, არამედ ზოგადად სასამართლოს იარაღის ამბავი და გამოიწვევს ძალიან ბევრ პრობლემას, არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ შემთხვევაში, არამედ დანარჩენ სხვა სასამართლო შემთხვევებშიც და განსაკუთრებით სულ პრეცედენტს ქმნის პროკურატურის მხრიდან. აი ამ ხალხის იმედი მაქვს, არც პროკურატურის, არც მოსამართლის, არც ჯერჯერობით მე სამართალს ვერ ვხედავ, ვერსად. მე მიჩნდება განცდა, რომ ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა, ჩემზე პირადად და ყველა იმ ახალგაზრდაზე, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვიან და აბსოლუტურად დაუკარგე ყველანაირი წმენა და შთაბეჭდილება დღევანდელ სასამართლოზე. დღეს სასამართლო არის აბსოლუტურად ყოველგვარ სამართალს მოკლებული. აბსოლუტურად ყოველგვარ სამართალს. ეს არის მიკერძოებული სასამართლო, რომელიც ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი კაცის დავალებას. თუკი მე მომეშება სასჯელი, მე სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ, ბატონო მოსამართლე, როდესაც საქართველოს თავდადებულ ადამიანებს, რომელსაც 20 წელი ბრძოლაში აქვს გამოცდილება, როდესაც ესეთ ადამიანებს უკანონოდ ვასამართლებთ, მითხარით, გაუჩნდება რომელიმე ახალგაზრდას კიდევ იმის სურვილი, რომ თავის სამშობლო დაიცვას და თავის სამშობლოსთვის იბრძოლოს? არა მგონია. 20 წელი ჩავჯდებით უგნებად. მსხვერპლად შევეწირებით ბიძინა ივანიშვილს, გაანებოს ამ ბავშვებს თავი. ერთი მსხვერპლ შეწირო არ ეყოფა? მზათა ვარ, ჩემი სიცოცხლე გავიღო. თუ გინდა ამკუწონ, თუ როგორც გინდა ეგრე მაწამონ, გაანებონ ამ ახალგაზრდებს თავი და საერთოდ გაეშვას საქართველოს. მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს, რომ საქართველოს ჩიბეში ჩაიგო თქვენი ქვეყანა და როგორც უნდა ვისაც უნდა ესე მართავს. ნათქვამი ეგეთი რაღაცა, ბრძოლა უდრის, სიცოცხლე უდრის ბრძოლას, სიყვარული უდრის ძალას. და ბატონო პროკურორი, თუ არიცით როგორ დაწეროთ ეს, შემიძლია დაგიწეროთ და გამოგიგზავნოთ პოსტით. სოლიდარობა მინდა გამოუცხადო ყველა იმ პოლიტიკურ პატიმარს, ვინც უსამართლოდ არის დაკავებული. სოლიდარობას უცხადებ უნივერსიტეტიდან გამოგდებულ ახალგაზრდებს, რომლებიც იბრძვიან ჩვენი მომავლისთვის,
ჩვენი ერთობისთვის და ჩვენი ერთგულებისთვის. პროცესზე ერთ-ერთმა სინდისის პატიმარმა ირაკლი მიმინოშვილმა შეყვარებულს ხელი სთხოვა. მინდა რომ მართლა არ ინერვიულოთ არაფერზე, მე ძალიან კარგად თორე არაფერი არ მიჭირს. მადლობა მინდა მოუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში გვიდგას ამერი ხანი 3 თვის მანძილზე ერთი დღეც არ ჩაუვდია და ჩვენ გამოდიან გარეთ. რაც შეეხება მეორე საკითხს, ამ 3 თვის მანძილზე ციხეში გატარებული ყოველი დღე რამდენი უძილო ღამე მქონია, მიფიქრია იმაზე ფასეულობებზე ადამიანის და მიფიქრია იმაზე ჩემ გარშემო მყოფებს და ის როგორ თქვა ეხლა დავივენ როგორი ადამიანები ყავს ჩემს გარშემო რა. ხო და მივხვდი რომ საუკეთესო ხალხი არის ვინც ჩემ გარშემო ტრიალებს, იმიტომ რომ აი ყველანაირად აი ყველაზე რთულ სიტუაციებშიც ერთი წამითაც არ შებრუნებულან ჩემგანაც უგვერდში მიდგანა. დედა მიყვარხარ, ლიზა მიყვარხარ და ნენი. ცოლად გამოყვები. მიყვარხარ. დაცვის მხარე ითხოვდა პროკურატურის მიერ რიგი მტკიცებულებების დაუშვებლობას, მათ შორის საუბარია სოციალურ ქსელებში განთავსებულ ვიდეოებზე. პროკურატურის პოზიციით კი მტკიცებულებების საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დაცვით იყო მოპოვებული, ასევე ზოგიერთი ბრალდებულის ადვოკატი ითხოვდა ჩხრეკის ოქმის დაუშვებლობასაც. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ჩხრეკამ მიმდინარეობდა გადაუდებელი აუცილებლობის წესით იმ საფუძვლებით, რომ არსებობდა ნივთიერი მტკიცებულებების განადგურების და გადამავლის რეალური საფრთხე. ამდენად, ჩხრეკა უფლებამოსილი პირის მიერ ჩატარებულია კანონმდებლობის სრული დაცვით, შედგენილია შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ჩხრეკის მიმდინარეობა და შესაბამისი შედეგები. ჩხრეკაში მონაწილეობას იღებდა 3 სამართალდამცველი და თავად ზვია ცეცხლაძე. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები კონსტანტინე კერესელიძე, გიორგი კიკალიშვილი და ნიკა ალხაზიშვილი ბრალდების მხარის მითითებით ყავს დასაკითხებთა სიაში. ისინი დაიკითხებიან სასამართლოს ხდომაზე და სრულ ინფორმაციას მიაწვდიან საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის თაობაზე. ჩხრეკის მიზანი არის ბატონო მოსამართლეო, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოების მქონე ნივთიერება დოკუმენტის ამოღება მოხდეს. თუ ჩხრეკა ტარდება ამ მიზნით, კეთილშობილური მიზნით, გამოძიების ინტერესების უზრუნველსაყოფად, ძალიან ლოგიკური კითხვა ჩნდება, თუ ამ მიზნით ტარდებოდა 4 დეკემბერს ზვია ცეცხლაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა, რატომ არ მიეცა საშუალება მის ადვოკატს დასწრებოდა ჩხრეკას, მაშინ როდესაც არც ერთ გამომძიებელს არ აქვს იმისი მოლოდინი, რომ ისე როგორც ჩემი კოლეგები დავით ჭიკაიძე ჩხრეკის მიმდინარეობა შეუშლიდა ხელს და თუ ამოღება იყო მხოლოდ მიზანი, დავით ჭიკაიძე იქ რო არაფერს გააფუჭებდა, ეს ყველა გამომძიებელმა ძალიან კარგად იცის. ამ საქმეში მტკიცებულთა ერთობლიობაზე საუბარი ზედმეტია ბატონო მოსამართლე, არის ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელიც საერთოდ არაავთენტურია და საერთოდ ვერანაირ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას ვერ ადგენს და ასევე გარდა ამისა, ერთ-ერთი სხვა ან ირიბი თუნდაც ბატონო მოსამართლე, ან პირდაპირ სხვა ვერანაირი მტკიცებულება ვერ არის წარმოდგენილი, რომ კონკრეტულად ბატონ ვერხია კასრაძემ რა მოქმედება განახორციელა, როდესაც ბრალდების დასკვნაში არის, რომ ის ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა დანაშაულის ჩადენას, ორგანიზებული დანაშაულის ჩადენას ხელმძღვანელობდა და ვერანაირი სხვა მტკიცებულება ვერ იქნა წარდგენილი. კანონ დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არ გააჩნია და ის დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი. ეს მტკიცებულებები არის ცალსახად კანონ დარღვევით მოპოვებული და ისინი უნდა იქნენ დაუშვებლად ცნობილი. მზიამაღლობელის საქმეზე პროკურატურას ჰქონდა განსხვავებული არგუმენტები და იქ საჯარო სივრციდან ამოღებულ მტკიცებულებას დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნევდა. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოების მიერ იყო ეს გავრცელებული და პროკურატურის ის შუამდგომლობა სასამართლომ გაიზიარა 4 ფრენდიანი პირის მიერ გავრცელებული მტკიცებულება შესაძლებელია არ იყოს დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნეული თურმე პროკურატურის
მიერ როგორც იქნა არგუმენტად გაჟღერებული. რაც შეეხება ვიდეოებს, რომელთა საფუძველზეც პროკურატურა ირწმუნება, რომ დაკავებულმა პირებმა დანაშაული ჩაიდინეს, ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ წარმოადგინა მაგალითები, რომ ეს ვიდეოები ყალბ Facebook ანგარიშზეა ატვირთული. მოსამართლემ აქაც პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და ბრალდების ეს მტკიცებულებები დასაშვება ცნო. დათვალიერება მიმინოშვილის ვიდეოსი და გადმოწერა მოხდა პროფილიდან, რომელიც არის შექმნილი და პირველი პოსტი აქვს 2024 წლის 13 მაისს თქვენ ღირსებავ. არც ერთი ავთენტური ფოტო ამ პროფილზე არ არის. პროფილის სურათი გახლავთ, როცა კრისტიანო რონალდუს ფოტოსურათი, შემდეგი სურათი გახლავთ. აი ეს კახი კალაძის და ხამზად ჩიმაევის ფოტოსურათი, რომელიც არის ასევე ატვირთული ამავე პროფილზე. შემდეგი სურათი გახლავთ ხამზად ჩიმაევის და აღწერაში უწერია, რომ ხამზად ჩიმაევმა გამოაქვეყნა კურდღლები დახოცა და ამისი ფოტო და აი ეს ფოტო გახლავთ, ეს გახლავთ პროფილი, რომლიდანაც აიღო პროკურატურამ ირაკლი მიმინოშვილის მათი ვარაუდით დანაშაულში მამხილებელი ვიდეო. შემდეგი პროფილი პატივსაცემლო მოსამართლეო მაგალითად გორგაძის ვიდეოები გახლავთ აღებული ვინმე ბექა კასრაძის ვიდეოზე, რომელსაც ერთადერთი პოსტი აქვს განთავსებული, ეს გახლავთ ეს ფოტოსურათი. თქვენ ღირსებავ, როცა მე ვამბობ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიზანი არის სახელმწიფოს თვითმფრინავების აღკვეთა, ცხადია გულისხმობს სწორედ ამგვარ შემთხვევებს, როცა სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს გვერდის ავლის, თაღლითური გზის გამოყენების საშუალება. პროცესზე ადვოკატებმა მოსამართლე დავით მგელიაშვილის აცილებაც მოითხოვეს. მგელიაშვილმა მის აცილებაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ერთადერთი შუამდგომლობის შესახებ შემოვიტანე დაუშვა. ეს განპირობებული იყო იმ გარემოებებით, რომ მე ძირითადად მოსამართლეების მიმართ სკეპტიკულად ვარ ხოლმე განწყობილი, მაგრამ თქვენ მიეკუთვნებით იმ მოსამართლეთა კატეგორიას, რომელმაც რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს დღეს, მე მაინც ჯერ არა თქვენ ხართ მოსამართლე, რომელიც პირველი, რაც ამ სასამართლოს რიგ შემთხვევებში აკლია ხოლმე, საქმის მასალებს სრულყოფილად იცნობთ ხოლმე, თქვენ იცით კანონმდებლობა ბატონო მოსამართლე და ასევე თქვენ გაქვთ ხშირ შემთხვევაში გამბედაობა მიიღოთ ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც არის კანონიერი და ასევე დასაბუთებული. დაკავებულებიდან 3 ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კეძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ, ხოლო ბრალდებულებიდან 5-ს გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.